ამ წუთებში განცხადება საკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და მას პირდაპირ დღეს ჩვენ გავმართეთ ხდომა უმრავლესობის გაფართოებული ხდომა პირველ რიგში ჩემი და ყველა სახელით გილოცავთ ბრძობას, რაღაც ძალიან ბედნიერები დაესწარით. გაფართოებული ხდომა იყო ხვალინდელი მოსამზადებელი ხდომა პრაქტიკულად. იმიტომ რომ ჩვენ სხვა საკითხებზე და რაიმე კანონებზე და დეტალებზე არ გვისაუბრია, ვემზადებით ხვალინდელი დღისათვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო სახალხო შეკრება, სადაც ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს ჩემი აზრით რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, დღევანდელი მონაცემები ასეთია და ყველას ვისთვისაც კი ძვირფასია მართლაც მამული ენა და სარწმუნოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ეროვნული იდენტობა, თავისი ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, ბუნებრივია კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შემოვერთენ ხვალინდელ აქციას, ხვალინდელ შეკრებას და ყველამ ერთად უთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი მამული ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა, ეროვნულ ღირებულებებზე, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოვერთენ ხვალინდელ ამ შეკრებას. ეს იყო ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი, ასე ვთქვათ, ახლა დავალოდებით თქვენს შეკითხვებს. ჩემით უნდა მეთქვა ალბათ ეს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, კი ბატონო. ხო, სხვადასხვა დღეს ამაზე არ გველაპარაკე, საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობთ ამაზე და ის იყო სხვა საკითხები, ასე ვთქვათ, ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში მაგალითად და არა სენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა და ბევრი ასეთ საორგანიზაციო პარტიული საკითხები იყო ძირითადად, რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები და დაახლოებით ეს 8 საათიდან დაიწყება, 6-დან ვიწყებთ შეკრებას, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ ხა 100,000 ადამიანზე მეტი როდესაც შეიკრებება, 9 საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთული ამბავი, ამიტომ 6 საათიდან დაიწყება შეკრება, იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიის მიმართულებიდან და 6 საათის შემდეგ უკვე 2 საათი ალბათ ამ შეკრებას მოუნდებით და 8 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს არის, ასე ვთქვათ, მარტივად რომ გითხრათ, ის სცენარი, რომლის მიხედვითაც იქნება, ვთქვათ, გაწერილი ჩვენი ხვალინდელი აქციის დღის წესრიგი. პირველი, იურიდიულ კომიტეტზე გარანტიას გაძლევთ, რომ ერთ-ერთი არგუმენტი კვლავ იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ ამდენი კვირის განმავლობაში მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა, აქეთ რომ გვაბრალებენ რაღაცებს, დიახ, ჩვენს ვუსტავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გარკვეულ საკითხებს, ასე ვთქვათ, მოსაზრებებს იქიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ, რომ ვერ გადაფარონ მაგალითად კაპანაძის და კინწურაშვილის ფაქტ-ჩეკერებმა, რომლებიც თავად არიან შესამოწმობები ტყუილზე და ყველა შემთხვევაში 10-დან 9 ტყუილს ვსახიან და ერთი манипуляციურია მათი შეფასებები. ამის გადასაფარად დიახ, ჩვენს მაქსიმალურ ინფორმირებას ვახდენთ ადამიანებისას. მაგრამ ამავდროულად აბსოლუტური ისტერია მეორე მხრიდან, მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს რა ინფორმაციას ჩვენთან ერთად მათაც აქვთ, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუ კი რაიმე გზა არსებობს, ყველაფერი ცდილობენ რომ გააშალონ ხვალინდელი აქცია. თუ კი რაიმე გზა არსებობს, ყველაფერი ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, გახადონ რუსული, მაგრამ მას შარშანდელიდან განსხვავებით, სხვათა შორის შარშან მეტად სრულად ვერა, საბედნიეროდ, მაგრამ მეტად მოახერხეს ეს წელს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების უმეტესობამ, როგორც ჩანს, ყველა პარამეტრიდან გამომდინარე, გაიგო რასთან აქვს რეალურად საქმე, რომ შეუძლებელია
გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა იყოს ევროპული. წარმოუდგენელია ევროპას და ევროპელობას და ევროპულობას, აი აქმას ზოგადად თუ კი ვინმე აზიანებს, ის ადამიანები არიან, რომელიც თავად ევროპარლამენტიდან, მაგალითად ქვეყნის შიგნიდან, ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ იცით რა გამჭვირვალობა თუ იქნება, მაშინ ეს არაევროპულია. მაშინ ჩვენ რაღაცა სანქციებზე ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენ თქვენს წინააღმდეგ ვიქნებით და ამ დროს გვიწერენ რეზოლუციაში, რომელიც იმდენად გაუფასდა, რომ მართლა აღარაფრის ფასი არ აქვს, იმიტომ რომ წინა რეზოლუციები ნახეთ, რომელიც სააკაშვილზე იყო აგებული და ეს რეზოლუცია სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის სანქცირება, LGBT პროპაგანდის აკრძალვის არ დაშვება. ის გვიქნევენ, რომ არ უნდა დაუშვათ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი კულტურის და ტრადიციების და ჩვენი მენტალობის ხალხში თურმე LGBT პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ აქვს. თუმცა უფლებები ამ ადამიანების და პროპაგანდა გარკვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებების არ უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან და თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ არავითარ შემთხვევაში, ეს ყველაფერი თურმე რუსულია და რაინარად არის რუსული, ანუ გამჭვირვალობა რუსულია, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნა არ რუსული? რატო არ ეკლამებენ ასე რუსეთს? და ყველაფერს რუსულს, თუმცა გამჭვირვალობაა რუსული. აი ესეთი ლოგიკაა მათ მოქმედებაში. და ვინ აკეთებს ამ დროს მტრის საქმეს, ვინ აკეთებს ოკუპანტის საქმეს, აქ ბოლოში სწორად ანალიზს აკეთებს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი, რომელიც ხვალ თავის სიტყვას იტყვის. იმიტომ რომ ხვალ არ იქნება იქ ოჯახი, დიდი ოჯახი და სანათესაო რომ იტყვიან, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება. არ იქნება სოფელი და არ იქნება დაბა და არ იქნება ქალაქი და არ იქნება მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელი იქ არ იქნება. და აბულინგებენ და რა სიტყვებით მოიხსენიებენ ამ ხალხს. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. და საჯარო მოხელეებს მიმართავენ, რომ ვინც იქ და სხვათა შორის რამდენი დავალებაც პირადად მე გავეცი. მთელი პასუხისმგებლობით ჩემს და პარტიულ დავალებაზე გელაპარაკოთ. დიახ, ჩვენ უზრუნველყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველყოფთ მთლიანად. მაგრამ თუ კი ვინმე ამბობს, რომ ერთი ადამიანიც კი ერთი არ ვაჭარბებ, ერთი ახლა თვითონ ვის როგორ დააპროვოცირებენ და რაც დადგავენ ხვალ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა გარანტირებულად გეუბნებით და უთხრეს, რომ არა შენდა წამოხვიდე. სიტყვა სიტყვით შემიძლია გითხრათ. დღეს რაც ვილაპარაკე უმრავლესობის ხმამად და რაც ვილაპარაკე წინა დღეებში საორგანიზაციო დათბირებს, როდესაც მართავდი და საკონსტიტუციო შეხვედრების დავტოვე. ამის გამო 2 დღით ადრე წამოვედი, იცით თქვენ ხო ეს აღარ ვიყავი ბოლოს ამ შეხვედრაზე. ყველა დათბირზე ვამბობდი, რომ არც ერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ თუ ამ ადამიანებს წამოსვლა არ უნდა და აქვე ტელევიზიის თქვენი მეშვეობით მიმართავ. თუ კი რომელიმე საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და არ უნდა დასწრება არც ერთ ადამიანს, არათუ პრობლემა შეექმნება. არანაირ კითხვასაც კი არ დაუსვამენ, რატო არ მოდის შეკრებაზე. თუ ვინმეს არ უნდა, ხვალ იმ შეხვედრაზე კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს. ყველას მიმართავ. ყველა საჯარო მოხელეს განსაკუთრებით, ასეც ესენი იტყუებიან საშინლად და დაბიოფეიკებს კადრულობენ. ყველა ადამიანს მიმართავ, ვისაც ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, არ უნდა იყოს. ამის სურვილი თუ არ აქვს ადამიანს, ხვალ არ უნდა მოხდეს. და თუ კი ვინმე იტყვის, რომ მეძალი წამოიყვანეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის და მათი ტელევიზიების. NGO, მდიდარი NGO-ების, რომელიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ადამიანი არ უნდა ვნახოთ იქ, რომელსაც არ შეიძლება კონდეს სურვილი იქ დასწრების. მაგრამ ვისაც სურვილი აქვს და ვისაც ჯერა ჩვენი და იცის ის ყველაფერი, რომ დიახ, ევროპასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს ამ ქვეყანაში. უალტერნატივო გზაა ეს ჩვენი. და ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც მიაღწია ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული, გაგრძელებული ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივით კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც მოლაპარაკებებსაც გავხსნით და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრებსაც გავხდით ჩვენს ქვეყანას. და ეს შედეგებმა ცხადყო უკვე. და ამიტომ ვინც ამ რეალურ, პრაგმატულ, ეროვნულ პოლიტიკას ხარს უჭერს და ამის სურვილი აქვს, რომ დააფიქსიროს ხვალ გარეთ გამოსვლის, ყველას მოუწოდებ, რომ იყოს აქციაზე. გამარჯობა და მეც გილოცავ, სოლის დღესაც მადლობა. ღირებულებაციას არაფერი მოლოდინი, დიახ. კი ბატონო, კი ბატონო.
არ ვიცი პროვოკაცია რა თქმა უნდა მათგან ყოველთვის ველოდებით თუმცა ისინი რას გაბედავენ და რას ვერა მეორე საკითხია ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ რომ პროვოკაციული ფონი შექმნან მაგრამ საბედნიეროდ ვერ ახერხებენ მაქსიმალურად ცდილობენ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი კონკრეტულ ადამიანებზე მუშაობენ ვინც კი შეიძლება აქციაზე იყოს ხვალ ნებისმიერი არათუ ახ ჩვენზე აღავლაპარაკობ აი პირადად ჩემზე მაგალითად ახალი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ რომ ეძებენ ყველაფერს აი ბოლო ინფორმაციას გეტყვით ეძებენ ჩემს ადისერტაციო ნაშრომს და თუ კი ვინმე ეძებს თუ ვინმეს მოგმართონ თქვენ ვიდეოც მაგ და იმასაც მივაწვდი იქნებ რაღაცა ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ რომ ამით გავაფუჭოთ ციტირებ გვაქვს ეს ინფორმაცია ჩემს ადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა იმის NGO-ების დავალებით და არა NGO-ების თავის დამვალებლები ყავთ კიდე რომ მომხსენებელი ამ საკითხის წყალებში ვამბობ მათ ციტირებ რამენერად გავაფუჭოთ ვიდეო მაქვს ესე იგი კრიტიკულ მედიას მოგმართავთ და ვიდეოს მოგაწვით თავიდან ბოლომდე ვიღაცებს ინტერესი აქვს როგორც ჩანს და ვერაფერს ვერ ნახავთ იქ ისე თქვენ რომ გამოგადგებათ აი ასეთ დონეზე აი ჩადიან ყველაფერში სიღრმეებში რომ რამენაირად ჩირქი მოთხონ ადამიანს შალვაპაპოს სასუკეთებენ ჯერ ბოდიში მოუხადეს ეხლა ახალი ტალღა დაძრე ფეიკის აი ახალი სიცრუე ჯერ ბოდიში მოუხადეს და ახალი ანუ ჩვენ ამას გაუძლებთ ამ ფეიკებსაც გაუძლებთ მაგრამ მოქალაქეებს თავი დაანება ის ადამიანები რომლებიც თავად ღალატში ამ ქვეყნის არიან ხილებულები და მე ვიზე ვლაპარაკობ კონკრეტულად შემიძლია ვთქვა და იმისათვის რომ მართლაც ლომჯარიამ და გიგაურმა და მისთანა რამდენიმე ადამიანმა თავისი ორგანიზაციის დეკლარაცია არ შეავსო ნახევარ საქართველოს მოღალატეებს ეძახიან და მთელ საქართველოს მოღალატეებს ეძახიან პრაქტიკულად რაღაცა ვიწრო ჯგუფი დარჩა ესენი ძალადობენ სხვებს და მოღალატეებს ეძახიან იმიტომ რომ ხალხს თავისი აზრი გააჩნია თურმე და ხალხმა კითხვა დასვა გამაგებინეთ ხალხო ეს მდინარაძე და ეს ხალხი რო გამოდიან და ლაპარაკობენ იურიდიულ კომიტეტზე სტომაზე რა არის რუსული ერთი არგუმენტი გითხარით და ვერ ეუბნებით ჩვენ მაინც გითხარითო ამისთვის ეძახიან მოღალატეებს ადამიანებს წარმოიდგინეთ და რა თქმა უნდა პროვოკაციაა მათი გზა თორემ აი ახლაც ვინმე მკითხვაზე პასუხი ხო შეიძლება ბოლო ჩამოყალიბდნენ რაღაცაზე და თქვან რა არის კანონში არათუ რუსული არამედ ცუდი აი რა არის რაც კითხვეს რომ აი ეს სათაური ფრანგულიდან და ამერიკულიდან აღებული ამერიკულის შერბილებული ვერსია და რომ ლაპარაკობდნენ რაღაცებს შარშან რუსული რაც დაუძახეს პირდაპირ თარგმას და გაცილებით არამკაცრია და საერთოდ გამოშიგნულია ამერიკული ვერსია ასე ვთქვათ და დატოვებულია ხო დეკლარაციის შევსების ვალდებულება და შესაბამის შემოწმების მექანიზმი არაფერი მეტი იქ არ წერია ერთ არგუმენტს ვერ ამბობენ ან რუსული არის ან ცუდი რა არის ბოლოს ოდნავ თითქოს 1%-იანი არგუმენტი დავარქვათ პირობითად სახელზე ლაპარაკობენ და როცა ვეუბნებით რომ არის თუ არა ეს ფაქტის კონსტატაცია პასუხს ვეღარ გიბრუნებენ იმიტომ რომ დიახ როდესაც დაფინანსება არსებობს იმას მიიღება მისი ინტერესი და წარმოიდგინეთ მე ვარ NGO-ს წარმომადგენელი და ევროპიდან ვიღებ დაფინანსებას ამერიკიდან ვიღებ დაფინანსებას კონკრეტული ფონდიდან რატომ უნდა შემწხვეს რომ დიახ მე ვარ ევროპული ინტერესის გამტარებელი საქართველოში რატომ უნდა შემწხვეს ვაკეთებ კარგ საქმეს ევროპულ საქმეს როგორ შეიძლება საქართველოში ევროპული საქმე შეგწხვეს ხო ანუ დასამალი გაქვს რაღაცა და ეს ევროპული საქმე ემთხვევა ჩემი ქვეყნის ინტერესებს ხო თავისუფლად ვიტყვი აი მე რომ ვიყო NGO-შნიკი და მე რომ ვიყო NGO-ს რომელიმე NGO-ს ხული NGO-ს ხელმძღვანელი და ყველაფერს ვაკეთებ გამჭვირვალედ აი წარმოიდგინე დიახ გამოვა და ვიტყვი დიახ მე ვფინანსები ევროპული ფონდიდან მაგალითად პირობითად ვამბობ და დიახ მე ვატარებ საქართველოში ევროპულ ინტერესს რა თქმა უნდა ეს უნდა ჩაწეროთ და ეს ინტერესი ემთხვევა ჩემი ქვეყნის საქართველოს ინტერესს და მე ვატარებ საქართველოს და ევროპულ ინტერესს ერთდროულად საქართველოში შენ თუ დასამალი არაფერი გაქვს შენ თუ შავად რაღაცეებს არ აკეთებ იქ რატო უნდა გწხვენოდეს ამის რატო უნდა გეშინოდეს მარტო ეს არგუმენტი რომ დაგჭა და ესეც არგუმენტი არ არის ან გამჭვირვალობის ბუნებრივია ამის გამოსარწყად ისინი ეცლებიან პროვოკაციას რომელსაც ჩვენ უბრალოდ არ დავუშვით კი ბატონო არაფერს გააგრძელებენ ახლა ხვალ ვერ იქნებიან და იქნებიან ზეგ და ზეგ გააგრძელებენ და იქნება პროტესტი მაგრამ ამ პროტესტს რაღაც საფუძველი ხომ უკვე ხალხი უყურებს
ხვალ გამო 10 და 15 იმდენი ადამიანი რამდენსაც ისინი კრებენ ხოლმე ყოველ ჯერზე. ყოველ ჯერზე არა, ყოველ საღამოს 300-ის კონტექსტში არ გეუბნებით. 10,000-მდე კონტექსტში გეუბნებით. 10 ჯერ და 15 ჯერ მეტი ადამიანი იქნება სავარაუდოდ, ეხლა წინასწარ ამის თქვა ხო არ შეიძლება ზუსტად, მაგრამ 10 ჯერ და 15 ჯერ მეტი ადამიანი იდგება ხვალ რუსთაველზე იგივე ადგილზე. შესაბამისად უნდა მიხვდნენ, რა 10 ჯერ მეტი მომხრე ჩვენს ოპოზიციაზე და მთლიანად ამ ჩვენ მოწინააღმდეგეებს ხო არ გყავს, მაგრამ რაღაცა საკითხი რომ არსებობს. რაზეც პრაქტიკულად საზოგადოებრივი კონსენსუსია და რაღაც ვიწრო ჯგუფები თავის გადარჩენას ცდილობენ, იმიტომ და გადარჩენაში იცით რაც გულისხმობ იმის გადარჩენას, რომ თავისი დახარჯული ფული, უცხოეთიდან შემოსული ფული არ გამოაჩინონ. აქ უკვე მიხვდებიან და ერი და ბერი მართლაც დღეს დგას სიმართლის მხარეს, დგას გამჭვირვალობის, ქართული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დეოკუპაციის და რეალური ევროპელობის და რეალურ ევროპულ გზაზე. და არა იმ მუქარის რომ თურმე ჩვენ ხა გამჭვირვალობის და ოჯახის ღირებულებების კანონი თუ მივიღეთ, მე რაღაცები უნდა შეგვიჩერონ და უნდა აგვიგზავნონ, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. წარმოუდგენელია, იმასაც თავის საფუძვლები ჭირდება, იქ თუ გნებათ მე ვილაპარაკებ, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელია ევროპასთან ჩვენ ევროპულობის გამო. ევროპასთან ჩვენ გამჭვირვალობის გამო. ევროპასთან ჩვენ ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა. წარმოუდგენელია და ამას არც საბოლოო ჯამში ევროპა დაუშვებს, საბოლოო ჯამში და საქართველოს და ქართული ხალხი მით უმეტეს. რომ გვეკითხებიან, ვინ არის თქვენი, ვინ გიჭერს ხარს? საქართველოს გიჭერს. ქართული ხალხი გიჭერს ხარს. და როდესაც ამას კარგად დავანახებთ ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, მე ისე გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, როგორც აქამდე იყო. და აქამდე იყო ყველა შედეგი ჩვენს ანგარიშზეა. იგივე თემას გავაგრძელებ სენატორებთან. ისო ნახეთ ხალხაცდება და პირდაპირ რა ინტერესია მე უნდა გადაიხიდოს. არაფერ მუშაობას და ხვეწნას თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოუწოდებთ იმ ამერიკის სენატორებს, რომლებიც ასე აკრინებენ საკითხს, დიახ, უნდა გადაიხედოს საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები, უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება პარტნიორებს და მეგობრებს შორის, ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს, ისინი უნდა გაიხსნას. და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით, არა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავისუფალი ვაჭრობა უნდა ქონდეს და პირდაპირ ფრენები უნდა ქონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ, ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული გაცილებით, ხო? და პირდაპირ ფრენები არ გვაქვს. დიახ, უნდა გადაიხედოს. ამას ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს. დიახ, არანაირი ულტიმატუმი თქვენ არ გქონთ, თქვენ გინდათ ულტიმატუმი დაარქვათ, მაგრამ ჩვენი არის ასეთი თხოვნაც და მოთხოვნაც. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მიმართ. თუ მართლა ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხმობა ჭირდება მათი დამოკიდებულების. როცა არაფერი არ გაქვს და რაღაც უნდა გადახედონ. რა უნდა გადაიხედოს? რაღა უნდა გადაიხედოს? თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს. თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს, თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს, რა უნდა გადაიხედოს? დიახ, თუ გადასახედია, ეს უნდა გადაიხედოს. და ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს და გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოს. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ამას გადავხედავთ. აგერ გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეწოდინება მიდის ამერიკელი გადამხდელის ფული და მე კი აღარ ბოდიში პარალელურად მიჭირს საუბარი ხოლმე, მაგრამ მაინც მიჭირს. ამერიკელი გადამხდელის ფული ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოს რომ იხარჯება ეს ფული სად მიდის? ზუსტად ხო უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ვიცით კარგი რაღაცეები. მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის. და ვიცით რომ სადღაც ვიღაცა დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში ხელი შეუწყო. მაგალითად, დადიანების სასახლე წეგან საუბრობდით მაგ თემაზე. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა და აღდგა და ძალიან მოგწონს ყველას.
ერთმა ქართველმა კაცმა ბიძინა ივანიშვილი ქვია ამ კაცს დახარჯა 10, 15 თუ 20 იმდენი და იმის მე-15 თუ მე-10 თუ მე-20 დახარჯა USAID-მა აქ ვიცი ძალიან კარგი რომ რაღაც ნაწილი დიახ მილიონობით დოლარია ეს ვიცით ასეთ საქმეებში მაგრამ ათეულობით მილიონები არ ვიცით სადმითის ამიტომ რა თქვენ რაღაცა ისეთ პოზიციაში დგახართ რომ არა როგორში არ მინდა არაფრით არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული ამბობ და ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით და არ გაინტერესებთ ამერიკელი გადახდელის ფული გადავხედოთ ამ ურთიერთობებს და გავაკეთოთ ასე დიახ უნდა გადაიხედოს კიდევ ერთხელ ფრენები უნდა იყოს პირდაპირ ჩვენ მეგობრებთან უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა აი ეს არის გადახედვა და პოზიტიური მეგობრებს შორის მათ შორის ჩვენ 30-ზე მეტი ადამიანი რო დაგვეღუპა, გმირები რო დაგვეღუპა მშვიდობის ბრძოლაში, მათ მხარდამხარ ვიბრძოდით. ასეულობით ადამიანი რო დასახიჭდა, დაიჭრა, შემოპირები გახდნენ. ჩვენი კონტრიბუცია გაქვთ, ჩვენ ესე არ არის. და ძალიან დიდი სხვათა შორის, რამდენიმე მილიარდი დოლარი დაეზოგათ ჩვენი მისიების ჩართულობის გამო. ჩვენ ქვეყანას ეს ნაკლები დაუჯდა, იმიტომ რომ ჩვენთან ანაზღაურება ნაკლები გვიჯდება. მოდი პირდაპირ ვარქოთ ყველაფერს თავისად. რამდენიმე მილიარდის, მათთვის რამდენიმე მილიარდის კონტრიბუცია ჩავდეთ უკან, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მათ ამდენი დავაზოგინეთ. ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ. ეხლა ისე ნუ გამოიყვანთ, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებიან და ჩვენ მოწყალების შემყურად გამოდივართ აქედან ქართველები. ჩვენი საქმე ვაკეთეთ და არც ერთ ქვეყანას ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან იმხელა კონტრიბუცია არ განხორციელებია ამ ნატოს მისიებში ამერიკელების და ევროპელების ხარდამხარ რაც ქართველებმა განვახორციელეთ სისხლით დავდექით ქართველები აბა წადით შეეკითხეთ იმას ოჯახებს როგორია მათთვის ეს ამ გმირების დაღუპვა და რაზე წავედით ქართველები და ხშირად გვამონათებენ კიდევაც ამას და რაღაცა ისე გვიტრიალებენ ამ თემას და ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენ ვართ მეგობრები და იმათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას. ნახეთ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს ის, რატომ არ გვაქვს ამდენი ხანი უიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირ ფრენები. და ვსვავ ამ კითხვას. კი ახლა არა ტყუილია. აი ხა თქვენ ტყუილს ამბობთ, იმიტომ რომ მე მაგალითად 3 კვირის წინ დაახლოებით 1 თვის წინ ამოიღეთ ინტერვიუ, თქვენ არ ამოიღეთ, მაგრამ სხვას ვთქვით, ვინც ობიექტურად მიუდგება ამ საკითხს, ამაზე ვილაპარაკე. მათ შორის, ვიდრე ისინი რაღაც სანქციებზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, ვილაპარაკე რომ მოუხსნან სანქციები მეთქი და ამის შემდეგ იყო მათი განმარტება, რომ არა, ამაზე გამოძიება დაიწყოთ, მოგწნეთ კისებულები და დავიწყოთ გამოძიებას. ჩემთან მიმართებით, ანუ სოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქციონებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დავალოდები ერთი რა სანქციას დამატებენ ამასთან დაკავშირებით. აი დიდი სიამოვნებით, რომ სოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელი კანონის ინიციირებისთვის დაასანქციონებს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ რომ თავარი არხიდან არ იყოთ, ამ კითხვას ხო არც გაივლებდით გულში. გავიგე ხო და რომ იყო ამას ამბობ ელოდებით რომ ეკითხები და ანუ კანონმდებელს მოდი ფაქტი დავაფიქსიროთ ისე როგორც უცხო ძალის ინტერესების გატარება ფაქტის კონსტატაცია თქვენ რა იკითხეთ ეხლა ამასაც დავარკვევთ თავის სახელი კანონმდებელს რომელიც თქვენს წინაშე ტრიბუნასთან დგას ხომ არ ელოდებით სანქციას ეკითხებით რასთან დაკავშირებით კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით ეს დემოკრატია კი არ არის ეს არის ისეთი მდარე სპეკულაცია რომელსაც ანალოგი დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში არ აქვს დააზუსტეთ დიახ ხვალინდელი აქციის დღის წესრიგში რა თქმა უნდა არის ეს მისი სურვილიც არის და ჩვენიც რა თქმა უნდა ბუნებრივი ამბავია რომ ბიძინა ივანიშვილი მიმართავს აუცილებლად საზოგადოებას თანდით პირველ ვაიდერესებს არის თუ არა წესით რას გვინდა? არა, სიგიჟი. მე ვიცი რომ შაბათობით არ ტარდება, მაგრამ მე უთხარით იმათაც კაც. მოწდება რაღაცა არ იმა იმუნიტეტს შეგიძლია. და მეორე როცა საუბრობთ ამ კანონის დადებით ფარაზით შეგიძლია გასაგებად ორგანიზაცია მაიცას პარტიო მეგობარი ამერიკას კავშირი მეგობარი ხო და მაგკითხა და მეცნიერებას შეხედა რა კარგი
დიდი მადლობა, კაი რამე გამახსენეთ ბოლოდან დავიწყეთ. ამერიკას თავად რაც აქვს კაცრი ფორმით იმისთვის გვაკრიტიკებენ ჩვენ. აი წარმოიდგინეთ უსამართლობის დონე. მოდი ვთქვათ, ამერიკელი სენატორები გამოდიან, ლაპარაკობენ სანქციებზე, ურთიერთობების გადახედვაზე და ამაზე გავეცი პასუხი იმ კანონის გაცილებით არამკაცრი ვერსიისათვის, რაც აქვს თავად. და შარშან ხომ ინდასტურებთ, რომ მეორე კანონი იყო მათი კანონის პირდაპირ თარგმანი. რასთან გვაქვს საქმე? მოდი კითხვა დავსვათ რიტორიკული. თავად რაც აქვს მეორე ხალხის ძალამ შარშან რაც დაინიცირდა იმაზე საუბრობ, იყო პირდაპირი თარგმანი. და იმასთან დაკავშირებით გეუბნებოდნენ, არა რუსულიაო. წელს რუსულს მაინც არ იძახიან ქვეყნის გარედან, ამას აღარ ლაპარაკობენ, გასაგებია მხოლოდ ქართველი NGO-ები ლაპარაკობენ. და თავად რაც აქვს, აი რაღაცა კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს. აი ოდნავ მაინც ჭკუას თუ ძალას დაატან. ამერიკელები, სენატორები, რაც აქვს თავად, იმის გაცილებით არამკაცრ, ლოიალურ, ლიბერალურ ვერსიაზე ამბობენ, რომ ეს არის წარმოუდგენელი. ოღონდ თვითონ აქვთ. გაცილებით კაცრი. მაგალითად, სისხლის სამართლობის პასუხისმგებლობა. გარკვეულ შემთხვევაში ჟაზე ჩვენ მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა გვაქვს. ბატონო? პარტნიორებთან მიმართებაში აქვს ეს ფარს კანონი. კი. კი. რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შეერთებული დღეს რუსო დღემდე ვერ გაერკვიეთ ამაში. აბსოლუტურად ყველა ვერსიას ყველა ქვეყანას ეხება ფარა. აბსოლუტურად. თუ ეს ასე არ არის, მამხილეთ ყურში და ხვალვე რასაც მოითხოვთ, იმას გავაკეთებ. ფარას კანონი რა ვერ დაიმახსოვრეთ. აი ან მართლა ვერ დაიმახსოვრეთ, ვერ იგებთ და ან რაღაცა აღარ ვარ გასცეთ სპეკულაციის დონე. ორი ვარიანტი, მეტი არ არის. ეხლა გეუბნებით. ფარა ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას გარდა ამერიკისა. ასე არის თუ არ არის? ეხება მაგალითად ბრიტანეთს, არისით? საფრანგეთს ეხება, გერმანიას ეხება, რუსეთს, ჩინეთს, ირანს, თქვენ რო ჩამოთვლით ხოლმე, ავსტრალიას, ახალზელანდიას, საფრანგეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რომელი ქვეყანას გინდათ ახსენეთ, ეხება ყველას. ახლა მე ან მართავს ვამბობ, ან არ ვამბობ მართავს, ხო? მე ვამბობ, რომ გარანტირებულად გეუბნები, ეხება ყველა ქვეყანას. ახლა თქვენ მითხარით, არ ეხება რომელიმე ქვეყანას. სავარაუდოდ ეხება გულს. სავარაუდოდ კი არა, კაცო. თუ არ იცით, ამდენი ხანი ამ თემებზე მუშაობთ, რა სავარაუდოდ? მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები როგორ დაუჯეროთ საფრანგეთს? ნახეთ. რა როგორ დაიჯეროთ? რა როგორ დაიჯეროთ? კაცო, ფარა ეხება ყველას, გოგეუბნებით. ან უნდა მითხრათ, კი ან არა? კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გუნდებს, მე პირადად არ მაცინავ. ძალიან კაი, უკვე წაგვიწევია წინ. გამჭვირვალობის წინააღმდეგ. უბრალოდ დიახ. საქართველოში თქვენ ცხოვრობთ, იმიტომ დაიწყო ამაზე საუბარი და გამარჯვება, რომ აჩქა განცდა ეჭები, რომ ეს მიმართულია დასავლელი პარტიების. არასწორი განცდა და არასწორი ეჭები. ყველას მიმართ არის. ყველას მიმართ არის. ქართული კანონის დაფარვის არეალი უცხო ძალასთან ამ ტერმინთან მიმართებაში არის ყველა დანარჩენი ქვეყანა. ეს იქნება ოკუპანტი ქვეყანა თუ მეგობარი ქვეყანა. ყველა დანარჩენი ქვეყანა საუბარია უცხო ქვეყნიდან ნებისმიერი სხვა ქვეყნით. ხო გვაქვს ასეთი სიტყვა უცხოელი. ანუ უცხო ქვეყანა ნიშნავს ყველა სხვა ქვეყანას საკუთარი ქვეყნის გარდა. ნახეთ, სად ჩავდივართ ახლა? ეს არის ბაღის პროგრამიდან. ახლა გადავიდეთ სკოლის პროგრამაში. სხვა ქვეყნები არის სხვა ქვეყანა ნებისმიერი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი პარტნიორია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ბრიტანეთი და ასე შემდეგ. ესენი არიან პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. ასევე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანასაც ეხება, ეს არის რუსეთი. აი ხა სკოლის სიმართლე. ეხლა ცოტა წავიწიოთ წინ. იურიდიულად ცოტა უმაღლეს განათლებას შევეხოთ. ახლა თუ კი კანონის რეგულაციის სფერო მოიცავს გამჭვირვალობას, სხვა სათქმელი აღარაფერი აღარ გაქვს. თუ კი სტიგმატიზაციას არ ქმნით იმას, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება არის სტიგმა, ეს არ არის სტიგმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. მოვედით ახლა აქამდე. ბაღის გავიარეთ, სკოლას გავიარეთ, უნივერსიტეტის გავიარეთ. ახლა რა ვქნათ მითხარით? აბა მითხარით ერთი არგუმენტი. ფარა ეხება ყველა სხვა ქვეყანას, ჩვენი კანონიც ეხება ყველა სხვა ქვეყანას. ფარას შეძახიან აგენტს, ჩვენ ვერ ეძახით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს. ახლა მითხარით რა გნებავს? რაღაც შავ საქმეს ეწევიან ეს არის სამთავრობო თუ კი მაშინ ასაკეთებს სამსახური არ არის ასე. ეს არის ყველა სპეკულაციური კითხვა. არ არის ეს. არა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორ რაღაცას მე მისმეს და მაგას ვერ აკეთებ. თქვენ გისმენთ? დარწმუნებული ხართ? აი სადაც დაზარალებული იმის მომსმენი იმ გამოძიების შედეგად რომ დადგინდება მე ელაპარაკეთ. ეხლა რაც შეეხება თქვენ რა კითხვას დამისვით. ესე იგი კანონის გამახსენეთ ბოლო რა იკითხეთ წინა კითხვაში ვარ.
ანუ დარღვევა სამსახურით მას ხო, უსაფრთხოება რასაც ბოდიშ, უკაცრავად, წინა კითხვაში ჩავჭი. უკაცრავად. ნახეთ, არ შეუძლია სახელმწიფოს სხვანაირ რეგიონს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა შემთხვევაში დანაშაულებთან გვაქვს საქმე. როგორც კი დანაშაულებთან საქმე არ გაქვს, შენ ბერკეტი არ გაგაჩინე. დანაშაული თუ იქნება უსაფრთხოების საკითხები რისკის ქვეშ დაყენებული, ეს გამოძიების საქმეა. მაგრამ როდესაც აფინანსებს მაგალითად რადიკალურ ჯგუფებს, პარტიას რო აფინანსებს, ეს დანაშაულია თუ ადმინისტრაციული გადაცემა? ადმინისტრაციულია, ხო? აი, უსაფრთხოების სამსახურმა რა გამოძიებული აგერ დროას ჰქონდა NGO, აქვს პარტია. რეალურად ყველამ ვიცით რომ პარტია ფინანსდებოდა. ეს არ არის სისხლის სამართლობის წესი დაჯდადი ქმედება. ეხლა რა ვქნათ? უსაფრთხოების სამსახური რა შუაშია. მაგრამ როგორც კი დეკლარაცია შეავსებს, დადასტურდება რომ პარტია დაფინანსდა და დაჯარიმდება. უსაფრთხოება რა შუაშია. ამდენი ცოდნა არ გაგაჩნიათ? თუ გაგაჩნიათ ასეთ სპეკულაციურ კითხვას რატომ ისოთ? სუდი ყველა დანაშაული, აი რამდენად აკვეთოს დანაშაული. ნახეთ აკვეთოს დანაშაული, მაგრამ სადაც დანაშაული არ არის, უმრავლეს შემთხვევაში 99.9% არ არის დანაშაული, არის ადმინისტრაციული გადაცემა, მაგალითად აფინანსებს პარტიას, რაც არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ შემთხვევაში რა ხდება? უსაფრთხოება ხო აღარაფერში აღარ არის. ანუ ეს არ გინდათ იცოდეთ. აპროტესტებთ იმას, რომ ეს არის რუსული, არ გინდათ იცოდეთ. თუ დანაშაულია უსაფრთხოების სამსახური, გეთანხმებით, მაგრამ თუ არ არის დანაშაული რა ხდება? დროაც რო აფინანსებს დასავლეთიდან, თალკე რუსეთიდან ოჯახს, თალკე დასავლეთზე სად ემთხოვა ინტერესები, არ გაინტერესებთ? ისედაც ვრცელდება, რას ნიშნავს კაცო? ისედაც მე რა საუბრობ, იქნება არ გეუბნები მართავს. მე ხო სუბიექტური ადამიანი ვარ. მე კაც უმრავლესობის ლიდერი ვარ, საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ვარ. რატომ უნდა დამიჯერო? აი 100%-იანს რატო ვიძახით თქვენთვის? თქვენ ხო არ მიჯერებთ, რა ამას მიჯერებთ? თქვენ ისედაც ვიძახითო. რაღა ამას მიჯერებთ? რატომ მიჯერებთ? კაც სუბიექტური ვარ, ქართული ოცნების წარმომადგენელი ვარ. ნუ მიჯერებთ. ესე იგი თქვენ TV პირველი არ მიჯერებს არაფერს და თურმე მარტო ამას მიჯერებს. და ეს არის არგუმენტი თქვენი იმის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ? ჩვენ ამ მომჩილს კი არ ვესაუბრებით. ჩვენ ვამბობთ რომ ეს კანონი, ნახეთ, კარგი რაღაცამდე მივედით. კაი, დასკვნა გავაკეთოთ და ნახეთ რა პრიმიტივიზმში ჩავედით. ვინ დამიჯერებს, ვინ არ დამიჯერებს. ამიტომ იყოს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ყველა მოქალაქისათვის ეს ჩემი მომხრე იქნება, სხვისი მომხრე იქნება თუ NGO-ს დიდი მოტრფიალე და მოყვარული იქნება რომელიმესი, ან მის ყველასთვის იყოს გამჭვირვალე. საწინააღმდეგო რა გაქვს მითხარით და კი ბატონო ვიფიქრებ. აბა მითხარით რა არის, ან ცუდი ან რუსული კანონში გისმენთ. თქვენ ჩემი აზრი გაინტერესებთ, არის გავდით გვერდზე ვილაპარაკოთ, იმიტომ არა, ერთი არგუმენტი მითხარით. აქამდე ვიხვეწებით ყველა ჟურნალისტს, მათ შორის ვინც კრიტიკულად არის ამ თემის მე და ეხლა გახვალდა ისეთებს ვილაპარაკებ ჩართვაში, რა ვიცი და სანამ ჩართვაში იტყვით, მე მითხარით, აგერ რომ პასუხი კაი, მოგისმენთ, მაგრამ ბევრი სხვანაირი დალაპარაკებს. კონკრეტული მითქოს მე პირადად თქვენთვის. ნახეთ, კონკრეტ თუ შეიძლება ერთი არგუმენტი კიდე ერთხელაც გავტესტოთ ამდენი დღისთავზე. ერთი არგუმენტი რატოა კანონი რუსული, გისმენთ? მათ შორის არა ერთი მითხარით. დიახ. სახალხო ხობა ვერ გავიხსენებთ და მაგას შეგიძლიათ გამოვყიდეთ. წამოწდენებით თქვენი მხარდამჭერების და დირექტორების მიერ ამ კანონის შემდეგ გაქრებიან არასაფრთხო ესე იგი ნახეთ კანონი რა ნახეთ TV პირველმა პასუხა კანონი იმიტომ არ რუსულიო წამოწდენა ქონდა ერთ-ერთ დეპუტატს. ხო გაქრებიანო? და თქვენ იმას რაღაცა წამოწდა თქვათ. მართლა რო წამოწდენობა, რა წამოწდა ჯერ ერთი გაქრებიან არა ის, მაგრამ ეს ერთი, მაგრამ არა, ერთი წამი, პასუხის საშუალება მომეც. ერთი წამით. თქვენი აზრი ხო გაქვთ, კაცო? თქვენი აზრი ხო გაქვთ? აბა მითხარით როგორ გაქრებიან? გვერდზე გავიდეთ, რას ქვია აქ მითხარით? პირველ მეუბნება გვერდზე გავიდეთო და რატო გავიდეთ გვერდზე? მითხარით რა, აი მართლა თქვათ რაღაცა ქონდა იმას აზრი და წამოწდა ეს აზრი, ამ სისულელეს მიუყვეთ. აი რა არის ამ საფუძველი? რატო გაქრებიან? აბა გისმენთ? რატო გაქრებიან? რატო თქვენ ზარქუას გიქნებთ? ანუ თქვენი აზრი არ გაქვთ და ზარქუას რაღაცა წამოწდა და აქედან ადგენთ რომ რა მართლა გაქრებიან? მითხარით რატო გაქრებიან? ასე საჯაროდ არ გინდათ რაც ქვია კაცო? ლაივში ვარ, საჯაროდ არ გინდათ. კარგი. კი ბატონო.
ერთი თემა და მეგონი ამით მოვჩებით კი ბატონო. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბოლო დღეების განმავლობაში რეზოლუცია. კი. და საკმაოდ ეს კაფიროთი და კრიტიკულად იყო ბოლოდური ჩანაწერა. თქვენი შეფასება როგორია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით რა არის ამ გზავნილი? მსგავსი მავნებლობა არ არსებობს რაც რეზოლუციაში ჩაიწერა. როდესაც შენ გეუბნებიან გამჭვირვალობის კანონი გაიწვია და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალვა LGBT პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს, არავის არ ეკითხება პირდაპირ ამბობთ. და ეს არის ქართული განწყობა, როგორც გინდათ ისე გამიგეთ. ქართული არავის არ ეკითხება. არც ერთ სხვა ქვეყანას, არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს განსაკუთრებით არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას აუკრძალავ თუ არა. და მოიკითხონ ის რამდენად ზედმიწევნით. აი ეს ეკითხება. რამდენად ზედმიწევნით ვიცავ ჩვენ ამ ხალხის უფლებებს. და ის ხალხი რომელიც ეხა ამას აპროტესტებს ქვეყნის შიგნით, იცით რა საკეთებდა და ამ ხალხს უხებდა დღე და ღამე სპეციალური ჯგუფები ყავდა ყუთს გამოყოფილი გადაეღოთ მე დაეშანტაჟებინა დღემდე მოყვებათ ეს კომპრომატები დღემდე ვიღაცებს და ამ კომპრომატების შიში დღემდე და შემთხვევით არ ვამბობთ ალბათ ვიღაცამ ეს უნდა თქვა სადღაც უგენდა უნდა ეთქვა და აგერ მეგეუბნებით და დღეს როდესაც გადაღება კი არა არც კი იმჩნევს არანაირ განსხვავებას სულ ერთი განსხვავებული რაღაცა რა ვიცი ან რაღაც არატრადიციული ცხოვრების წესის გამო ან ნებისმიერი განსხვავების გამო ერთი ადამიანი რო დარჩეს ამ ქვეყანაში იმის უფლებებსაც ბოლომდე პირადად მე და ყველანი ჩვენ ერთად დავიცვათ ბოლომდე დავიცვათ ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად ნებისმიერი უმცირესობრივ ერთი ადამიანი იყოს მეთქი შემთხვევით არ ვამბობ ყველას უფლებას დავიცვათ მაგრამ ამავე დროს თავს მოხვევა არატრადიციული ცხოვრების წესის ძალით ბავშვებში აი ერთ-ერთი კვების ობიექტი რომ რიგდებოდა აი ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი თუ ამ ცხოვრების ამ წესარეზი არა აი ამ კონტექსში გაკეთებულ ნაწარმოებ პროპაგანდას ჩვენ არ დავუშვით მარტივი ამბავია და როდესაც მათ უნდა შეაწებონ ეს უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში არიონ სპეციალურად ვიღაცები მათ შორის არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს უნდათ რომ აი თქვენ უფლებებს ებრძვიან არა ბატონო სპეციალურად ვაკეთებ და ვყოფთ ამას მიჯნავთ ჩვენ ვართ დამცველები ნებისმიერი უფლების და ჩვენ ვართ პროპაგანდის აკრძალვის ავანგარდში იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია ჩვენი კულტურაც ჩვენი შვილების ჩვენი მომავალი თაობების დაცვის უთხოვარი მექანიზმი და რეზოლუცია ასეთი რეზოლუცია რომელშიც გავსი ჩანაწერებია და მას გვიგზალავენ არათუ ხოხშიათ ამ ჩალის არანაირი ფასია ჩალასაც თავის ფასია არანაირი ფასი წინა რეზოლუციები როგორც იყო ისე რეზოლუციას არაფერზე გავინა შეიძლება კონდეს ეს არის რაღაც დეკლარირება ეს არის კანონი და ასე შემდეგ და ეხლა გვაწყვეტენ რომ რაღაც შეიძლება იქ რაღაცა შეექმნა საფრთხე და ასე შემდეგ და ამაზეც თუ შეიძლება ჩემ ტელეფონზე მომარხოთ ერთ ამაზეც მინდა ერთი სპეციალურად არ მისვალენ ჩემი აზრით და მე თვითონ გავწევ პასუხი შეკითხვას ვიზუალ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რომ თავისი ცრუ ნარატივი გაავრცელონ და ამაზე საზოგადოებაში შეიქმნა რაღაცა ასთა სხვადასხვაობა. ნახეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებას ნებისმიერს მეთანხმებით ვარ რომ უნდა კონსენსუსი. რა მოუწოდეთ? ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი აბსოლუტურად. მე როგორც კი გაუქმება ეს შეწყვეტაზე და ასე შემდეგ დავიწყეთ ლაპარაკი რომ ეს ასე წარმოუდგენელია, დიდი მადლობა რომ დამეთანხმეთ კიდევ კარგი. შემდეგ დაიწყეს შეჩერებას ლაპარაკი. შეჩერებას დიახ დროებით. ხო, ამას აქვს თავისი საფუძვლები სამართლებრივი არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება ქონდეს. პირველი და არც მით უმეტეს სიგიჟეა რომ კანონის მიღება მის საფუძვლად გამოიყენოს. კონკრეტული დაწერილი პირველი ის არის არსებითად გაძლიერებული რაოდენობა იმ მოქალაქეებისა რომლებსაც წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე თქვა თუ არიან დაუდგინათ უკანონოდ ყოფნა. მეორე ის არის არსებითად გაზრდილი რაოდენობა თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეებისა რომელსაც არ მიენიჭათ შესაბამის სტატუსი. მესამე ეს არის შესატყვისი მონაცემები დადასტურებული გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე გაუარესებული 95%-იან შესრულება გვაქვს და შემდეგი არის მეოთხე მარწესისიქციაში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომეტებული რისკი ან უშუალო საფრთხე რომელიც მიმდინარეობს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან დაკავშირებული მძიმე დანაშაულებთან რაც პასუხისმგებელი უწყებების ობიექტური კონკრეტული და შესაბამისი ინფორმაციით და ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული რომელიმე საკითხთან გაქვთ რამე ინფორმაცია რომ შეიძლება რომელიმე საფუძველი დაედოს ხო ზღაპარია და ხო ზედმიწევნით პირნათელები ვართ ნებისმიერი მიმართულებით აბა რატო ატყუებთ ხალხს
რა გინდათ, რა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება შეწყოთ, არ მოატყუოთ ხალხს და ეს იქნება თქვენი ოდნა მაინც, თქვენ სამსახურში მაინც გააპროტესტებთ, თქვით რომ აგერ არის ეს 4 საფუძველი, აგერ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ვერ იქნება კონსენსუსის გარეშე, ნახევარზე მეტი ჭირდება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც ეს 4 საფუძველი უნდა კონსენსუსი, რომელიც არც ერთი არ არის. რეადმისიაზე რო ლაპარაკობ, რეადმისიაზე გვაქვს 95%-იანი შესრულება თუ სწორად მახსოვს. იმას ევროპის ქვეყნებს და იმას უბრალოდ კანდიდატ ქვეყნებს არ აქვს მოახლოებული ჩვენთან. რა რეადმისიაზე ლაპარაკობ და რასაც ყვევთ ამ ხალხს და არ მოვატყუოთ თუ შეიძლება ეს ხალხი და უთხრათ რომ ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარმა იკადრეს საქართველოს მიმართ, რომელიც ვერ განხორციელდება. დიდი მადლობა. თქვენ საიდან ხართ ბოდიში? დიახ. თქვენ დარწმუნებული ვარ რაღაცას ამოიკითხავდით ამაში რატომ უნდა გავიწვიოთ? ეწერა რამე? რატოა ღირსების შემოახავიო? ან თუ საქმეს ვაკეთებთ? კი მიიჩნევა და რატომ რამე ხო არ უწერიათ? ეხლა 126-მა თუ ერთად დაწერა, დარწმუნებული ვარ რაღაცა მინიშნება მაინც იქნება იმაში, რატომ არის ღირსების შემოახავი. ხო არ იცით რამე? რამე ხო არ ჩაწერეს, ერთი სიტყვა ხო არ ჩაწერეს, რატომ ღირსების შემოლახავი ვიტყვით. აი თქვენ ახლა კითხვა დამისვით, მე ღირსების შემოლახავი რო გითხრათ. და აღარ დამისვათ, აღარ გამიმეტოს ეს შეკითხვა. ხო გითხოთ, რატო დაგისვათ ღირსების შემოლახავი? ხო არ იყო თქვენი კითხვა ღირსების შემოლახავი? მე რომ მაინც მე ასე მივიჩნევ. და აღარ დამისვა. მაქვს ამის უფლება. ხო არ მაქვს. ასია ესეც, რატომ არის ღირსების შემოლახავი? როდესაც მე მაგალითად წეღანას თქვი ევროპის ინტერესებს ვატარებ საქართველოში, ეს ხო ძალიან კარგი ინტერესი, ევროპული ინტერესი ხო ძალიან კარგია საქართველოში, ხო ეროვნული ინტერესებს ემთხვევა. ევროპული ქრისტიანული საწყისების ინტერესები საქართველოში ხო აბსოლუტურად თანხმდრადია. რატოა ღირსების შემოლახავი? ანუ თვითონ აღიარებენ რომ რაღაცა ისინი აკეთებენ ცუდ რაღაცებს და ნეგატიურ კონტექსტში ამიტომ არის მათთვის ეს ტერმინი მოხსენიებული. და ჩემთვის საერთოდ არ არის პირადად, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია რომ მაგალითად წარმოვადგენდე NGO-ს და ღირსების შემოლახავ საქმიანობას ეწეოდი საქართველოში. სხვანაირად ნეგატიურ კონტექსტში ამ ფრაზის წარმოდგენა შეუძლებელი. ერთ შეგეკითხებით სენატორების განსხვავებასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით ვის გულისხმობენ ამ წერილში, რომ ვის შეიძლება იყოს შემდგომი საქმიანობა? წარმოდგენა არ მაქვს. ანუ ბიძინა ივანიშვილი მეტი რა უნდა დაასანქცირონ. ბანკი სოფლიოში მეორე თუ მესამე იყო რეიტინგში გააკოტრეს. 2 მილიარდის გაჩერების გულისთვის და 2 მილიარდი გაჩერებული იყო ამისთვის გააკოტრეს შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი და ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არის ეს ადამიანი, თქვა თავადაც თქვენს მისმა ადვოკატებმა მეტი სანქცია რა უნდა გააკეთონ. თუ დახურებას გულისხმობს სანქციაში, მე მგონია რომ თანამედროვე სამყაროში ასეთ სანქციები აღარ არსებობს. ეტყობა მას. რავი თუ აი დიდი სიამოვნებით პირადად მე ვარ ამის გამომტანი, ამ საკითხის გამომტანი, თავარი დიდი სიამოვნებით დაველოდები, როდის ალაპარაკდებიან უფრო მკაფიოდ, რომ დაასანქცირებენ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ მან კანონი გამოიტანა. გამჭვირვალობის შესახებ თუ დააყოლებენ ძალიან კარგი იქნება. აი ამ ნარატივში ხართ ჩარჩენილები. აი ამას ავრცელებთ თქვენს ქართველი ჟურნალისტები, ლაპარაკობთ რომ გამჭვირვალობის კანონისთვის შეიძლება დაასანქცირონ კანონის გამომტანი. დიდი სიამოვნებით დაველოდები უფრო მკაფიო განცხადებას პირადად ჩემთან დაკავშირებით და რა ვთქვი იცით ამისი? ქართველები მეთქი დამოუკიდებლობისთვის თავს წირავდნენ, სიცოცხლეს წირავდნენ. და რა სანქცია და რა სისულელებზე ლაპარაკი ცოტა დავფიქრდეთ და ყველა დაფიქრდეს ვინც ამ რაღაცა სულელური შანტაჟით გადაწყვეტს ქართველი კაცის თუ ქალის დასანქცირებას და დაშანტაჟებას. არანაირი სანქცია ამისთვის ვერ და არ დაგვემუქრება და კიდეც რომ დაგვემუქროს, თუ კი გამჭვირვალობის კანონის დანიცრებისთვის სანქცია უნდა მიიღო დიდი სიამოვნებით ზადვარ ამისათვის. დიდი მადლობა.